წუთებში ქალების მარში მიემართება რუსთაველის გამზირიდან, მელიქიშვილის გამზირიდან, მანამდე კი ისინი აკეთებენ განცხადებას, რომელსაც შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ. მე შეგახსენებ, რომ დღევანდელი აქცია ქალების ორგანიზებით იმართება, ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ქალებს ექცევა განსაკუთრებული სისასტიკით. შეგვიძლია მეგობრებო, დავიძრათ, როგორც ვიცით რეჟიმს გამოკეტილი ყავს უძლიერესი ქალები დილებში. ზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ელენე ხოსტარია. თავისუფლება რეჟიმის ხვებს! თავისუფლება რეჟიმის ხვებს! თავისუფლება მზია ამაღლობელს! კი ბატონო, როგორც გესმით, აქ შეკრებილი ქალები ახლა ასახელებენ იმ ქალებს, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ პოლიტიკურ პატიმრებად, სინდისის პატიმრებად. ნინო დათაშვილი, ელენე ხოშტარია და ასევე ისინი ასახელებენ ანასტასია ზილოვას, რომელიც ფარგლებში, საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს. როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი აქცია არის ქალების მიერ ორგანიზებული, ისინი აღნიშნავენ, რომ ოცნება განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა ეს პროტესტი ჩვენ ხედავთ რომ ქალები არიან პროტესტში ჩართული ქალები არიან აქტივისტები განსაკუთრებულად აქტიურები და მათ წინააღმდეგ განსაკუთრებულ მეთოდებს იყენებენ. ჩვენ ნახეთ სახლში შევარდნა ორსული ქალის მარიამ ბაჯალიძის შემთხვევა, 7 თვის ორსულ ქალს შეუვარდნენ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად. ოჯახში ასევე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის დაკავების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლეს, შედეგადაც მას მუსელი მოეშალა. ქალებს აშიშულებენ იზოლატორებში, ყავს სინდისის პატიმარი ქალები და ხელისუფლების ეგრეთ წოდებული თანამდებობის პირების რიტორიკაც გვესმის, რომ თურმე აქტივისტი ქალები არ არიან ქალები, აბა დაგვანახეთ რომელი ხართ ქალები და ასეთი რიტორიკა გვესმის ძალიან ხშირად. საკანონმდებლო დონეზე ძალიან ბევრი ზომა მიიღეს ქალების წინააღმდეგ, გენდერი ამოიღეს საერთოდ ყველა კანონიდან და დღეს ამ ყველა დაგროვილ ბრას გვინდა რომ თავი მოუყაროთ და გავმართოთ გაბრაზებული ქალების მარში და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვყავს პოლიტპატიმარი ქალები, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის და გარდა იმისა, რომ არ იკმარეს 60-ზე მეტი პოლიტიკური ტყვე, მათ ქალები მზია ამაღლობელი, ნინო დათაშვილი, ელენე ხოშტარია ჩასვეს ციხეში აბსურდული მიზეზებით. ჩვენ არ გვაქვს დანებების უფლება, არც იმის ფუფუნება უნდა მივცეთ ჩვენს თავს, რომ დავსხდეთ სახლში, წვიმა იქნება თოვლი თუ ყინვა, ჩვენ ვალდებული ვართ იმ რეჟიმის ტყვეებისთვის ვიბრძოლოთ, ვიდგეთ გარეთ და მივაღწიოთ სამართლიანობას. ეს ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს და აუცილებლად მივალთ მშვიდობიან ევროპულ საქართველომდე. ქალები არ არიან მარტო, ჩვენ ისე აქ ვართ, მიუხედავად იმის, რომ გვებრძვის ქართული ოცნება და ტიტუშკებს გვიქცევს და ძალიან ბევრ განსაცდელს გვივლენს, ესე ვთქვა, ჩვენ აქ ვართ, არსად არ მივდივართ, ჩვენ აქ ვართ და სოლიდარობას უცხადებთ ქალებს, დედებს, ჩვენს დებს, ქალებს რეგიონებში, რომლებიც მარტო დარჩნენ და აღარ ყავთ მხარდამჭერი, თუნდაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებოდნენ მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არსად არ წავსულვართ, ჩვენ დავიცავთ ერთმანეთს ქალები, დავიცავთ ჩვენს დებს, დედებს და ქართულ ოცნებას ვეუბნებით, რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ, ჩვენ ქალებს არ გვეშინია მათი და ჩვენ ქალები მათ დავასრულებთ. დიახ, ამ მარშის მონაწილე ქალები აცხადებენ, რომ ქართული ოცნებისთვის ქალები, რომლებიც საპროტესტო აქციებში რეგულარულად მონაწილეობდნენ, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ იმიტომ, რომ დაახლოებით 10 თვის წინ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე და მანამდეც საპროტესტო მოძრაობაში ქალები იყვნენ განსაკუთრებულად აქტიურად ჩართული, ისინი განსაკუთრებული სამიზნეც გახდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. ასეთი აქ შეკრებილი ქალების პოზიცია და ასევე ისინი ქალების მიმართ განსაკუთრებულ
კრებულ დევნაზე საუბრობენ მათ დამი არა ადამიანურ მოპყრობაზეც კი და ამბობენ რომ სწორედ ამის დამადასტურებელია ის ფაქტი რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს ყავს ქალი პოლიტიკური პატიმრები ამ პოლიტიკურ პატიმრებად ისინი როგორც უკვე გითხარით მიიჩნევენ მზია ამაღლობელს რომელსაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ასევე ნინო დათაშვილს აქტივისტსა და მასწავლებელს რომლის საქმეც ამ დრომდე განიხილება სასამართლოში და რომელსაც მანდატურზე თავდასხმას ედავებიან ასევე პოლიტიკოს ქალს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას ამ წუთისთვის აქციის მონაწილეები იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე ისინი მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ და როგორც ხედავთ მათ თან აქვთ წითელი ლენტები როგორც თავად ამბობენ როგორც ბრძოლის და განრისხების სიმბოლო სწორედ გაბრაზებული ქალების მარში დაარქვეს მათ ამ მსვლელობას და ბუნებრივია თქვენ მათ ხელში ხედავთ ბანერებს რომელზეც წერია თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და თავისუფლება იმ ქალებს რომლებიც მათი თქმით მხოლოდ იმიტომ დააკავეს რომ ისინი ქართული ოცნების პოლიტიკას მათ ნაბიჯებს და ქმედებებს ეწინააღმდეგებიან.